იუსტიციის ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში კი ცნობილი ქართული მსახიობის სოფიკო ჭიაურელის დაბადებიდან 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული ფოტოები, რომელიც მხატვრული ფილმების გადასაღებ მოედანს ასახავს. იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში ცნობილი ქართველი მსახიობის სოფიკო ჭიაურელის დაბადებიდან 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ეროვნულ არქივში დაცული ფოტოები მხატვრული ფილმების გადასაღებ მოედანს ასახავს. მოვიდიეთ ის ფოტომასალა, რომელიც ჩვენ ფონდებშია დაცული, მოვიდიეთ ბიოგრაფიული ხასიათის ფოტოსურათები და 65 ექსპონატი წარმოადგენთ ამ გამოფენაზე. გავაკეთეთ სამახსოვრო ბროშურა, რომელსაც შევიდა ექსპოზიციაზე გამოფენის ფოტოები. ვფიქრობ, რომ ესეთი ღონისძიებები აუცილებელია საზოგადოებისთვის და ჩვენი არქივი კიდევ გეგმავს მომავალში ასეთი ტიპის გამოფენების და ღონისძიებების ჩატარებას. სოფიკო ჭიაურელი 1937 წლის 21 მაისს ლეგენდარული მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა. ის ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც 7-ჯერ დაჯილდოვდა პრემიით საუკეთესო ქალის როლისთვის საერთაშორისო კონკურსებზე. ხელოვნების ინგლისურმა აკადემიამ კი ჭიაურელი მე-20 საუკუნის საუკეთესო მსახიობი ქალების ათეულში შეიყვანა. წელს არის სოფიკოს იუბილე 75 წლის გახდებოდა და აი ამ 21-ში არის მის დაბადების დღე და ამ გამოფენით დაიწყება ეს წელი და მადლობის მეტი რამე ვქვის და კაია რომ ადამიანებს საშუალება მოეცემათ მოვიდნენ და გაიხსენონ სოფიკო. თეატრსა და კინოში სოფიკო ჭიაურელმა 100-ზე მეტი სახე შექმნა. პირველი ფილმი მისი მონაწილეობით რეზო ჩხეიძის ჩვენი ეზო იყო. მას სერგო ფარაჯანოვის მუზესაც უწოდებდნენ. მსახიობი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 2008 წლის 2 მარტს თბილისში 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. მე ის მახსოვს ძალიან ავათაც რო იყო და ერთად ვისხედით, მეც მქონდა ესეთი პრობლემები რაღაც და ის მემაძლიერებდა, მე მას ვაძლიერებდი. და ისეთი შემართებით იყო, რომ იმან უფრო მე გამაძლიერე. სოფიკო ლეგენდათა იმ კატეგორიას ანეკუთვნება, რომლის ესეთი ფოტოგამოფენა უნდა იყოს არა პერიოდულად, არამედ ყოველდღიურად. მისი გამოფენა ჩვენი მისი ახლობლების კოლეგების სულებში ეს ყოველთვის არის. კომიკური და ტრაგიკული როლებით მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი არტისტიზმის, ხასიათით, სტილითა და არაჩვეულებრივი პლასტიკით ქართული თეატრის და კინოს ისტორიაში სოფიკო ჭიაურელმა საკუთარი კვალი დატოვა. მისი ფოტოების ათვალიერება კი მსურველებს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში კვირის ბოლომდე შეეძლებათ.